ხელისუფლებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებებს ოცნება მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა. დაიჯება ის პირიც, რომელზეც ოცნება ჩათვლის, რომ მისი განცხადებები მთავრობის არალეგიტიმურობის დამკვიდრებისკენაა მიმართული. ოცნებამ გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები დაამტკიცა. 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება ნებისმიერს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს და პარალელურად პოლიტიკურად აქტიურია. თუ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული მოქალაქე ემიგრანტი ოჯახის წევრისგან გზავნილს მიიღებს, ეს ოცნებას უნდა შეუთანხმოს და ნებართვა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ოცნებისგან ნებართვის მიღება მოუწევს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. კომპანიებისა და ბიზნესების საჯარო პოლიტიკური აქტივობა კი ჯარიმით დაისჯება. ცვლილებების მიხედვით პოლიტიკური პარტიების წევრობა 8 წლით აეგზალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. თუ იმედის ბანკის შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განაცხადს განვიხილავთ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი BMG-ს კითხვის საპასუხოდ აკეთებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს კანონით დაუშვებელია, რადგან ლიცენზიის გაცემა სანქციების გვერდისავლაში ჩაითვლება. ფებრუარში წინა თვესთან შედარებით კვერცხის 3.4%-ით გაიაფთა, თუმცა წლიურად 3.6%-ით გაძვირდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.